შემსრულებელისთვის თავარი მისია არის, რომ სწორად და თანამედროვედ ინდივიდუალურად გადმოსცეს ის სათქმელი, რაც კომპოზიტორს, ამ შემთხვევაში ჩვენს სფეროში კომპოზიტორს, ჰქონდა და სწორად მიაწოდოს მსმენელს ეს ყველაფერი. ეხლა სწორად ძალიან ესეთ სუბიექტური ნათქვამია, მაგრამ სწორად შეგულისხმობ, რომ მინიმუმ არ უნდა იყოს უგულებელყოფილი ის მნიშვნელოვანი დეტალები, რასაც კომპოზიტორი გეუბნება. და ამის შემდეგ შეიძლება შენი ხედვა დაურთო მას და მაქსიმალური სიამოვნება მიანიჭო მსმენელს. მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე გამოსვლის მიუხედავად, მუსიკოსისთვის ყოველთვის გამორჩეულია სამშობლოში დაბრუნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა შემსრულებელს ის მსმენელი უსმენს, რომელიც მის გზას წლებია თვალსადევნებს. 11 ივნისს არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ სცენაზე სწორედ ქართული აუდიტორიის წინაშე წარდგა. პირველ რიგში ამ სცენაზე მართლა გავიზარდე, იმიტომ რომ მახსოვს ალბათ ღრმა ბავშვობიდან პირველად ამ სცენაზე დგომა. შეგრძნება, ესთეტიკა ყველაფერი მოქმედებს, ის თუნდაც ეს ჰაერი, რაც აქ ტრიალებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რასაკვირველია მოქმედებს და იცი რომ ეს მსმენელი შენ ბრწყინვალედ გიცნობს და მათ ყოველ ახალ კონცერტზე აქვთ მეტი მოლოდინი შენი და თუ შენ გაჩერდები ერთ ადგილას, მე უკვე არასაინტერესო ხარ. სოლო კონცერტზე რახმანინოვისა და პროკოფიევის საფორტეპიანო სონატები შესრულდა. ამ ნაწარმოებების შექმნა ორივე კომპოზიტორის ცხოვრების რთულ და გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა. ძალიან ახლოს არიან ეს ორი კომპოზიტორი დროში ერთმანეთთან, თუმცა იმდენად რადიკალურად განსხვავებული სტილია ორივე. საინტერესო იქნებოდა, როგორ ესე იგი წარმოჩნდებოდა ეს ორი სონატა ერთ კონცერტში, თუ იქნებოდა განსხვავების, ესე ვთქვათ, შეგრძნება მსმენელის მიერ, საბედნიეროდ გაამართლა ამ ორმა კომპოზიტორმა, მაინც ყოველთვის მთავარია ისევ რომ ღირსეულად იყოს ისინი წარმოჩენილი. პროგრამის პირველი ნაწილი პროკოფიევს დაეთმო. მეორე მსოფლიო ომის წლებში შექმნილი მეექვსე სონატა იმ პერიოდის მღელვარებას, შფოთვასა და დაძაბულობას ასახავს. რახმანინოვმა ეს სონატა დაწერა, როდესაც დრეზდენში მოგზაურობდა. მე ვარაუდობ, თუმცა ვცდილობდი მომეძია ეს ყველა წყაროდან, რომ მაშინ გაეცნო ფაუსტს და სწორედ ამის გავლენის ქვეშ დაიწერა ეს სონატა. მე თვითონაც წერს, რომ ეს ფაუსტის მიძღვნაა, სონატა ფაუსტი. ძალიან იშვიათად სრულდება მსოფლიო არენაზე. საერთოდ მიყვარს, როდესაც ნაწარმოები არის უკიდეგანოდ გენიალური და მისი რაღაცა ფორმის სირთულიდან თუ სხვა სირთულეებიდან გამომდინარე არ აქვს მსმენელს იმის ფუფუნება, რომ ხშირად მოისმინოს. ეს ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს ამაზე მუშაობას, ალბათ სამჯერ მეტი დრო, ვიდრე სხვა რეპერტუარზე მუშაობას. მეორე განყოფილებაში პროკოფიევის სამყაროდან მსმენელი რახმანინოვის ეპოქაში გადავიდა. 1908 წელს დაწერილი ეს ნაწარმოები კომპოზიტორისთვის დამახასიათებელ პირქუშ, დრამატულ და ღრმად ემოციურ ხასიათს ატარებს. პროკოფიევის მეექვსე სონატა ცნობილი როგორც პირველი ომის სონატა, მთლიანად მიძღვნილია საომარ მოქმედებებზე, საინტერესოა, ძალიან პროკოფიევისეულია და საინტერესოა ზუსტად ის, რომ აი რამდენად რადიკალურად განსხვავებულია ის რახმანინოვისგან. ამიტომაც და ასევე რასაკვირველია მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას, როგორც მისი სწავლა, ისე შესრულება. სანდრო გეგეჭკორის პროფესიულ ზრდას ყველაზე კარგად მისი პედაგოგები აფასებენ, თუმცა მუსიკოსის ოსტატობაზე დარბაზში მყოფი მსმენელის ოვაციებიც მეტყველებს. სანდრო გეგეჭკორი ჩემთან სწავლობს მერვე კლასიდან. სპეციალობის კლასში იყო ბატონ საშვა გარბერთან და საკონცერტ მეისტეროში ჩემთან. დაამთავრა ჩემთან თბილისის კონსერვატორია. ყოველთვის იყო გამორჩეული, ნიჭიერი, შრომის მოყვარე და მიზანდასახული მოსწავლე და სტუდენტი. და ამან ყველაფერმა მიიღო, რა თქმა უნდა, თავისი შედეგი. მისი საშემსრულებლო პალიტრა არის ძალიან საინტერესო და დღეს ეს ჩვენ ყველაფერი მოვისმინეთ და მივიღეთ სიამოვნება.
უმაღლესად სასიამოვნოა და აღმაფრთოვანებელი, რომ საქართველოში შეგვიძლია მოვისმინოთ საერთაშორისო დონის ასეთი შემსრულებელი ახალგაზრდა 25 წლის, რომელსაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი კარიერა ექნება წინ და ასეთი გულშემატკივრები ყავს თავის სამშობლოში ჩვენი სახით. საფორტეპიანო მუსიკის საღამო მაყურებლის მაღალი შეფასებითა და ბისის შეძახილით დასრულდა. სანდრო გეგეჭკორს წინ დატვირთული გრაფიკი ელის. ის ესპანეთში ახალი ალბომის ჩასაწერად მიფრინავს. აგვისტოში ხიხონის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. სექტემბერში სამშობლოში კვლავ კონცერტით დაბრუნდება, შემოდგომიდან კი მისი შემოქმედებითი გზა ბარსელონაში გაგრძელდება.